არაფერი ახალი არ არის. წამეყენეს ბრალი. უბრალოდ დაამძიმეს ბრალი. ახალი არის ის, რომ თბილისის მაგივრად ვივლი აწი რუსთავის სასამართლოში და იქ უნდა დავამტკიცო ჩემი სიმართლე. დანარჩენი საქმე აბსურდულია, ჩემი მონაწილეობაზე საერთოდ არანაირი ჩვენება არ არსებობს, უბრალოდ იგივე ჩვენებაა, რა ჩვენებაც არის სხვა საქმეზე. თავიდან ბოლომდე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მოდის ადგილობრივი არჩევნები უჭირს მთავრობას, იმიტომ რომ ივანიშვილმა ნამდვილად არაადეკვატური და უსუსური კანდიდატი დაუტოვა და ეხლა სისტემა ფიქრობს, როგორ შეასახოს ეს კანდიდატი თბილისელებს. ამისთვის აუცილებელია ყველა სხვა კანდიდატის ჩამოშორება და ბუტაფორიული კანდიდატების შექმნა. დღევანდელი დღე მხოლოდ და მხოლოდ ამას ემსახურება. მე მინდა მათ გასაგონად თქვა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. რუსთავში კი არა, მესტიის სასამართლოში რო იყო, იქაც დავუმტკიცებ, რომ არ უდანაშაულო და შესაბამისად ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ყველა შეთითხმილი ბრალდება ადრე თუ გვიაქვს აპნის ბუშტივით გასკდება. ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ხასიათი, რომ წინასაარჩევნოდ ჩვენ არ ვილაპარაკოთ პრობლემებზე, რომელიც ამ მთავრობამ მოუტანა ქვეყანას, არ ვილაპარაკოთ ამ საკითხების მოგვარებაზე და არ მოვაგვაროთ საკითხები, არამედ ვიაროთ სასამართლოში და ვამტკიცოთ, რომ არა ვართ სირაქლემები. დამთავრდება ეს ყველაფერი, დამთავრდება ადგილობრივი არჩევნებში მათი სრული კრახით და ყველაფერს აეხტება ფარდა. და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება პროკურატურის და საგამოძიებო ორგანოების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. ერთი არჩევნები ამ მთავრობამ გულისხმობს საპრეზიდენტო ჩაატარა უკვე სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად და დაჭერების პარალელურად, როგორც ჩანს ეს პრაქტიკა გრძელდება და ამ პრაქტიკით აპირებენ საკუთარი პონი შეასახონ თბილისს. მადლობთ.